მას მინდა დაუსვა კითხვები, როცა ქართული ოცნება ურთიერთობების გადატვირთვაზე და სტრატეგიული პარტნიორობის ნულიდან დაწყებაზე საუბრობს, მაშინ რას შეიძლება ნიშნავდეს ქართული ოცნების ლიდერების დემონსტრაციული სიარული ირანის ისლამურ რესპუბლიკაში და ტრაგედიის დარქმევა იმაზე, რაც მოხდა 28 თებერვალს, დღეს დაიწყო დაკრძალვის ცერემონია ირანის სისხლიანი ლიდერის და იქ არის საქართველოს პრეზიდენტად წოდებული მიხეილ ყაველაშვილი. ბატონ გიორგი, მოგესალმებით. გამარჯობათ, მადლობა მოწვევისთვის. ბატონ გიორგი, როგორ მიგაჩნიათ, რამდენად იყო დიპლომატიური დემარშის ფორმა ის, რაც ვნახეთ ჩვენ ირანის ისლამური რესპუბლიკის დედაქალაქ თეირანში, როცა აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვას მისი შვილიც კი ვერ ესწრებოდა უსაფრთხოების ზომების გაუმართავობის გამო, მაგრამ არის იქ მიხეილ ყაველაშვილი. რამდენად აუცილებელი იყო ეს ვიზიტი? ხო, აქ ორი საკითხი რო გავმიჯნოთ, ერთი არის საქართველო-ამერიკის ურთიერთობები, რომელიც დასაფლავებამდეც, რა თქმა უნდა, დაბალ დონეზე იყო და აქ გადატვირთვის ალბათობა და გამოსწორების საკმაოდ დაბალია, სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის იმიტომ, რომ საქართველოს მთავრობა არ დგავს იმ ნაბიჯებს, რაც თქვათ, ჯერ ჩვენ ელჩის პირიდან მოვისმინეთ, მერე მარკო რუბიოს პირიდან მოვისმინეთ, რომ რაღაცა წინაპირობებია, რომელიც ელოდებიან საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ამ ნაბიჯების გადადგმას და არ იდგმება. მეორე უკვე აქ ირანში დასაფლავებაზე წასვლა, აქ რისი თქმა შემიძლია, ერთის მხრივ ის, რომ შეიძლება დავა ხა პრეზიდენტი უნდა გაგოშვა პრემიერ-მინისტრი თუ პარლამენტის თავმჯდომარე, ან საერთოდ ვინმე. ზოგადად ეხა რეგიონის ყველა სახელმწიფომ გაუშვა მაღალი წარმომადგენლობითი დელეგაცია. ხო ვიცით ჩვენ, რომ თურქეთის ვიცე-პრეზიდენტია ჩასული, სომხეთის პრემიერ-მინისტრია ჩასული და ზოგადად ეხლა ეს ის ქვეყნები არიან, ვისაც საზღვარი აქვს ირანთან. ჩვენ შეიძლება პირდაპირ საზღვარი არ აქვს ირანთან, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ 400 კილომეტრშია ირანი და ეხლა სამეზობლოში ირანი და შესაბამისად ირანთან ცუდი ურთიერთობა ჩვენ საერთოდ არ უნდა გვაწყობდეს. ხო, ჩვენ არ გვაქვს არანაირი რესურსი, არც ესკალაციის ირანთან, არც ირანთან საგარეო თქვათ ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკის გატარების არანაირი რესურსი და ფუფუნება ჩვენ არ აქვს. აი, მუჰამედ ხათამის ან აჰმედინეჯადის ინაუგურაციაზე ჩვენ არ გვახსოვს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები. არც შევარდნაძის, არც შემდეგი მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ ჩვენ დემონსტრაციულად ვხედავთ ქართული ოცნების ლიდერებს ასეთი ტიპის ღონისძიებებზე. მე არ ვგულისხმობ მხოლოდ სამგლოვიარო ცერემონიებს, მე ვგულისხმობ მათ შორის საზეიმო ცერემონიებსაც. ჩვენ ხო გვყავდა წინა ხელისუფლებებიც, რომლებსაც ჰქონდათ ასევე მშვენიერი ურთიერთობა, ისინი ჩადიოდნენ ირანში, ფერეიდანში, ჰქონდათ ოფიციალური ვიზიტები, მაგრამ ასეთი ტიპის ღონისძიებები არასდროს არ იყო ისე ხაზგასმული, როგორც არის ახლა. მით უმეტეს რეგიონის ვითარების საერთაშორისო კონტექსტიდან გამომდინარე. ამას მინდა თქვენ როგორც პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა მიაქციოთ ყურადღება. კი ბატონო, ეხლა მე საზეიმო ღონისძიებები არ მახსენდება, კი ბატონო, იბრაჰიმ რაისის დასაფლავებაზეც ბრძანდებოდა პრემიერ-მინისტრი და ეხლაც დასაფლავებაზე ქართული ოცნების ხელისუფლება დიახ. შესაბამისად, რაც შეეხება დემარშს და სიგნალების გაგზავნას, შეიძლება ადგილი აქვს დემარშს, უბრალოდ ეს დემარში არანაირ ისე დიდ გავლენას ვერ მოახდენს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან არ განისაზღვრება, ეხლა პანაშვიდზე გავუშვებთ თუ არა საქართველოს პრეზიდენტს. ჩვენი ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან გაფუჭდა მანამდე, სანამ ვინმე და საერთოდ ირანის თემა და ეს პროირანული თემა საერთოდ რადარზე არსებობდა, მანამდე გაფუჭდა ჩვენი ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. შესაბამისად, დავლაგდებით თუ არა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, აღდგება თუ არა იმ დონის ურთიერთობები, რომელიც არ ვიცი 2024 წლის ზამთრამდე ჰქონდათ, ასე შემდეგ, არ არის ძირითადში განპირობებული იმითი, ჩავა თუ არა საქართველოსდან ვინმე ირანში, იმიტომ რომ ეს მინიმალური დატვირთვა აქვს ამ საკითხს საქართველო-ამერიკის ურთიერთობებში, იმიტომ რომ ეს ხო, უფრო ესეთია გარეგნულად ჩანს, თორე აი რეალურად რო ხა საქართველოს მთავრობას გადაედგა რაღაცა პროირანული ნაბიჯები ან ამ სამთვიანი კონფლიქტის დროს, არ ვიცი, რაღაცა იარაღი მიგვეწოდებინა ან მართლა რაღაცები გაგვეკეთებინა, ეგ უკვე შეიძლება რაღაცაზე ლაპარაკი, მაგრამ
ჩვენ და ამერიკას შორის დალაგება არ გადის ახლა იმაზე პანაშვიდზე ჩავა თუ არა საქართველოს პრეზიდენტი ირანში. კი ბატონო, თუმცა ბატონო გიორგი, ჯერ კიდევ 2020 წელს ტრამპის ადმინისტრაციას აქვს დოკუმენტი ამერიკის ინტერესების საფრთხეებზე და იქ შეყვანილია ბიძინა ივანიშვილი, როგორც ირანის ტერორისტული რეჟიმის მხარდამჭერების მეგობარი ლიდერი. შეგიძლიათ ამ დოკუმენტსაც გადახედოთ. ჯერ კიდევ 2020 წელს იყო ამაზე ლაპარაკი. მე არ ვიცი ზუსტად როდის დაიწყო ურთიერთობების გაფუჭება, ან რატომ გადაწყვიტა ქართულმა ოცნებამ ამ ურთიერთობების გაფუჭება, მაგრამ ფაქტია, რომ ამაზე ყურადღება საერთაშორისო წრეებმა ჯერ კიდევ მანამდე გაამახვილა და ის რომ ირანული გავლენები, მათ შორის ჩრდილოევანი გავლენები საქართველოში ძალიან სახიფათო ზღვარს და ნიშნულზეა, ამაზე საუბრობს ძალიან ბევრი კვლევითი ორგანიზაცია, მათ შორის უნდა გავიხსენოთ ბოლო დროს კონგრესში შესული დოკუმენტი, სადაც შეერთებული შტატების ოფიციალური უწყებებისა და ექსპერტების შეფასებით რუსული და ჩინური ინფილტრაცია და მავლე გავლენა და ჯაშუშობა ამერიკის შეერთებულ შტატებში მასშტაბური მრავალფეროვანი გამოძიების საგანი შეიძლება გახდეს საქართველოში. მაგ კანონ პროექტს მანდ ერთი რამე უნდა ითქვას, რომ ახლა იმ კანონ პროექტს თუ წავიკითხავთ, არის რომ დაევალოს სახელმწიფო დეპარტამენტს და ამერიკის დაზვერვას რომ გამოიძიოს. ნუ აქ ერთის თქმა შეიძლება, რა თქმა უნდა, ამერიკის დაზვერვას არანაირი დარვალება არ ჭირდება და მეტნაკლებად იცის საქართველოში ჩინური გავლენა, რუსული, თურქული თუ ირანული, ნამდვილად იცის. ეს უფრო რა თქმა უნდა პოლიტიკის ნაწილია და ნუ თუ მიიღეს და ამის საჯაროდ გახმოვანებაც პოლიტიკის ნაწილია სავარაუდოდ. რა თქმა უნდა ეს ახლა მარტო ამერიკის შიდა პოლიტიკაზე არ არის, საქართველოს შიდა პოლიტიკაზე გავლენის მოხდენაც არის და დისკურსის საწარმოებლად გამოიყენება, თორე ვინც და ამერიკის ხელისუფლებამ ნამდვილად იცის, ახლა აქ ირანის სადაზვერვო ქსელია თუ ჩინეთის სადაზვერვო ქსელია და ნამდვილად არ ჭირდება კონგრესის დავალება ამ კუთხით. კი ბატონო. და აქ ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის არსებობა და ამ ინფორმაციის გამჟღერებლების სუსში დაბარება სასამართლოზე გამოკითხვაზე იყვნენ არაერთი ადამიანები, ვინც ამ საკითხზე ლაპარაკობდა, ესეც ალბათ არის ფაქტორი. ხო, რა თქმა უნდა არის, თუმცა ეხა დაზვერვის ქსელი ეხა უნივერსიტეტით არ მგონია შემოიფარგლებოდეს, როგორც არ მგონია, რომ აი მაინდა-მაინც უნივერსიტეტის ლიკვიდაცია თუ აქამდე მივიდა თუ ეს არის მოთხოვნა, შეამცირებს ან გაზდის სადაზვერვო ქსელს და ზოგადად ეს ძალიან სენსიტიური საკითხია იმ კუთხით, რომ ეხა მოგეხსენებათ ხო, რომ ეს შიიზმი, ეს ყველაფერი გადაჯაჭვულია და ეხლა ამას ძალიან სიფრთხილით და ისეთ სპეციფიურად უნდა მივიდგეთ და არ ამგონია ხა უნივერსიტეტის საკითხზე გადიოდეს სადაზვერვო ქსელი. სადაზვერვო ქსელი იმის სადაზვერვო ქსელია, რომ ფარულია და ხა უნივერსიტეტი რომც დაიხუროს, მე ამგონია, რომ ხა ამითი სადაზვერვო ქსელი გაქრეს. კი ბატონო, უბრალოდ მე ამითი ხაზის გასმა მინდოდა იმ ფაქტზე, რომ როცა შეერთებული შტატების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის ესა თუ ის უნივერსიტეტი აღიარებული, მისი საქართველოში 14 წლიანი ისტორია და მაშინ როცა, რა ვიცი, თურქული უნივერსიტეტები დაიხურა მაგალითად, არაერთი საეჭვო ქართული ოცნების სურვილის შემთხვევაში საეჭვო ორგანიზაცია გაქრა. სამოქალაქო სექტორი საერთოდ განადგურდა ჩვენს ქვეყანაში ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის შესახებ ლაპარაკის დამწყებები დაკითხვაზე დაიბარეს სუსში. ანუ განსხვავება ალბათ დიდია, ხო, ამ დამოკიდებულებებს შორის. ზოგადად თქვენ როგორ გესახებათ ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის სუფთა ფურცლიდან დაწყება და ამას ქართული ოცნება ხაზს უსვამს. სუფთა ფურცელი ეს არის ის სიტყვათა წყობა, რომელსაც ისინი იყენებენ, მაშინ როცა ძალიან დიდი ისტორია უძღვის ამ ყველაფერს წინ, ამ ისტორიას აქვს თან. ბექგრაუნდი ძალიან მდიდარია. მინიმალურია ამის შანსი რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი რომ ეს სუფთა ფურცელი რას ნიშნავს? ხო, ეს სუფთა ფურცელი ნიშნავს, რომ დავივიწყოთ, რომ აქამდე, ნუ ქართული საქართველოს ხელისუფლება ფიქრობს, რომ აი რევოლუციას რო გვიწყობდით, ეს თქვა ჩვენ დავივიწყოთ. მეორე მოთხოვნა, რომ დაივიწყეთ, რომ ჩვენ ამერიკის წინაელჩს, მეორე ფრონტის გამჩაღებელს და სახელმწიფო გადატრიალების მომწყობს ვეძახდით და ეხლა ახლიდან განვაახლოთ ურთიერთობები. და აქ შემოდის რა საკითხი, რომ ეხლა რაც არ უნდა ჩვენ დავიჯეროთ, რომ ტრამპი ბაიდენს აკრიტიკებს და შეიძლება შიდა დაპირისპირება არის,
ამერიკაში არის ბიუროკრატიული მემკვიდრეობა, ხო, რასაც თქვათ, არასწორად თუ სწორად deep state უწოდებენ ხანდახან. ანუ ეს ხო, სწორედ ამას უწოდებენ deep states და არა იმას, რითიც ატყუებს ქართული ოცნება ქართულ საზოგადოებას. ბიუროკრატიის სიძველე და უცვლელობა არის სინამდვილეში deep state, რომელზეც ამერიკელები საუბრობენ და ნორმალური ადამიანები და ქართული ოცნება რაღაც მასონებს და მაჯლაჯუნებს უწოდებს deep states და სწორედ ამ პოლიტიკაში ადანაშაულებს შეერთებულ შტატებს. ხო და ეს ქაღალდების ბრუნვა შენარჩუნებულია და რაც არ უნდა დაპირისპირებული იყვნენ, არავინ ესე თქვათ ის რო წინა ელჩს თქვათ მეორე ფრონტის გამხსნელს ეძახდი ესე თქვათ რევოლუციის მომწყობს არ დაავიწყდებათ მეორე მაინც არის ხო ინსტიტუციური მემკვიდრეობა ეხლა წინა ხელისუფლება აქ მეორე ფრონტს ხსნიდა ესეც ხო ამერიკელები თან ბატონ გიორგი კელი დეგნანს ადანაშაულებდნენ რევოლუციის მოწყობის მცდელობაში და ის სწორედ ტრამპის მიერ დანიშნული ელჩი იყო. და მეორე საკითხია რაც ჩვენ მოვისმინეთ უკვე ელჩის პირიდანაც და მოვისმინეთ უკვე მარკო რუბიოს პირიდანაც რომ არის ნაბიჯები რომლის გადადგმასაც ელოდებიან საქართველოს ხელისუფლების მხრიდან თუმცა ჩვენ ჯერჯერობით ვერ ხედავთ რომ საქართველოს ხელისუფლებას ეს ნაბიჯები გადაედგას ხო არ ჩქარობს საქართველოს ხელისუფლება ამ ნაბიჯების გადადგმას შეიძლება იმიტომ რომ არ სურს მეორე მხრივ შეიძლება თulis რომ მისთვის დამაზიანებელია ამ ნაბიჯების გადადგმა შესაბამისად რომ შევაჯამოთ უფრო მგონია რომ რაღაცა დალაგება ქვია ეს ამის ალბათობა მინიმალურია უფრო გაგრძელდება ალბათ აი ეს ვითარება რაც დღეს არის რომელიც ასევე არ უნდა იყოს მთლად არაკომფორტული ქართული ოცნებისთვის იმიტომ რომ თუ შევადარებთ ბაიდენის ადმინისტრაციას ხო კრიტიკა საგრძნობლად ნაკლებია ხო გახსოვთ ჩვენ რომ net price-ის ბრიფინგები საქართველოში იწყებოდა კრიტიკა საგრძნობლად ნაკლებია ინტერესის ბატონ გიორგი ბატონო ინტერესიც ნაკლებია არა ინტერესი შეიძლება ამ ადმინისტრაციას ცოტა სხვანაირი აქვს ხო ეხლა ეგ თელ სოფლიოში ვხედავთ რომ თქვა თუ ბაიდენის დროს ის დემოკრატია ადამიანის უფლებები უფრო წინა პლანზე იყო ეხლა თქვა რაღაცა ეს რაღაცა კრიტიკული მინერალები და რაღაცა გეოეკონომიკური ინტერესები უფრო წინა პლანზეა წამოსული რაც ეკონომიკური ურთიერთობა შეიძლება სრულიად გაგრძელდეს საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის იმ პირობებში როცა ეს ნელთბილი ურთიერთობა პოლიტიკურ დონეზე შენარჩუნდება. ამ შემთხვევაში ქართულ ოცნებას რამდენად სჭირდება თვითონ ამ ეგრეთ წოდებული სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა, ან სუფთა ფურცლიდან დაწყება. ეს ხომ ახალი ვალდებულებაა დემოკრატიული სამყაროს მიმართ. მათ რასაც არ მალავენ და პირდაპირ აცხადებენ, ეს სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული ურთიერთობების დაწყება, ვთქვათ, ორმხრივ ინტერესებზე ნიშნავს, რომ ანუ დავლაგდეთ საერთო ინტერესებზე, ანუ მიმიღეთ ისეთი როგორიც ვარ, ნამედან დემოკრატიას ნუმთხოვთ და დანარჩენი ყველაფერი მოლაპარაკებადია, ვივაჭროთ ტრასები და ასე შემდეგ, ანუ ქართულ ოცნებას რა თქმა უნდა, ეხლა ვის არ უნდა მსოფლიოზე სახელმწიფოსთან ნორმალური ურთიერთობები, სურს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ნორმალური ურთიერთობები, თუმცა თავის პირობებით და ეს ჯერჯერობით როგორც ხედავ არ გამოდის ხო ეს გადაჯვარედინება და შესაბამისად ვიღებთ იმ სიტუაციას, რომელსაც დღეს ვიღებთ. ბაიდენთან შედარებით არის ნაკლები კრიტიკა, მეორე მხრივ არ არის მაღალი დონის ვიზიტები. არსებობს ინფორმაცია, რომ გევინ ნიუსონთან ჰქონდათ ურთიერთობების დალაგების მცდელობა ქართული ოცნების ლიდერებს, თუ გსმენიათ ამის შესახებ და რას უნდა ნიშნავდეს ეს? არსვენია შეერთებული შტატების ბატონ მისომირა ესეთი კალიფორნიის გუბერნატორია და თქვა პრეზიდენტობის სურვილი აქვს და თეორიულად ეს შეიძლება ნიშნავდეს რომ აი თუ მომავალი პრეზიდენტი გახდა რაღაცა წინასწარი თქვა ინვესტიცია ანუ თუ პრეზიდენტი გახდა შემდეგ დალაგდება და დავლაგდებით მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს რომ კი რა თქმა უნდა პერსონალიების როლი ძალიან დიდია ყველა სახელმწიფოში, მაგრამ რაღაცა სტრუქტურული საერთაშორისო ურთიერთობებს საბოლოოდ განსაზღვრავს რაღაცა სტრუქტურული ფაქტორები და ეხლა ვინც არ უნდა მოვიდეს ამერიკის სათავეში, ხო ეხლა რადიკალურად საქართველოს მიმართ პოლიტიკას არ და ვერ შემოატრიალებს, ხო ბაიდენსა და ტრამპსაც შორის ჩვენ ნახეთ რომ ხო რაღაცა ცვლილებები იყო, თქვა ნაკლები კრიტიკაა, ნაკლები თქვა სანქციებია, მეორე მხრივ
ის რაღაცა უსაფრთხოებითი თანამშრომლობა ხო და ვიცით ჩვენ ხო რომ სუსის უფროსით ვიზიტი ეს ყველაფერი შენარჩუნებულია შესაძლოა რაღაცა დინამიკები ყოველთვის შენარჩუნდება. დიდი მადლობა ბატონ გიორგი, ძალიან საინტერესო იყო თქვენი მოსაზრებების მოსმენა, მაგრამ მშვიდობებით, მაგრამ დროებით მთავარი საინფორმაციო დასრულების შემდეგ ჩვენ შევხვდებით